მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო. დღეს ვისაუბრებთ გვატემალას მთავრობის დამხობას ამერიკის შეერთებული შტატების სპეცსამსახურების მიერ 1954 წელს. ქვეყანა გვატემალა, სახელმწიფო გვატემალა, ეს არის მეზობელი ამერიკის შეერთებული შტატების ლათინურ ამერიკაში მდებარე ქვეყანა, პატარა ქვეყანა, რომელიც მექსიკასა და ჰონდურას შორის არის. ცენტრალური ამერიკა ლათინურის და მან ასე ვთქვათ იყო 51 წელს აირჩიეს პრეზიდენტი ხაკობო არბენსი და მას შემდეგ რაც დემოკრატიულ არჩევნებში დიდი უმრავლესობით გაიმარჯვა ამ ადამიანმა დაიწყო ასე ვთქვათ სუვერენული ნაბიჯების გადადგმა. იგი იყო შვეიცარიელი იმიგრანტის შვილი, იგი დარწმუნებული იყო რომ სოფლიოს მრავალ ქვეყანაში დაბალი ფენა ექსპლუატაციის მსხვერპლი იყო და დიდარი ელიტა ფლობდა ვრცელ მიწებს და აკონტროლებდა ყველაზე ძლიერ კომპანიებს, რაც სიმართლე იყო და სიმართლეა. მაშინ როცა ღარიბ მოსახლეობას მიწა არ ჰქონდა, ღარიბ მოსახლეობა იძულებული იყო რომ მიზერულ ხელფასზე ემუშავა და ძლივს გაქონდა თავი საკვებითა და სამედიცინო დახმარებით. ამ პრობლემის გადასაჭრელად არბენსმა საგანგებო მიწის რეფორმა გაატარა. ანუ პრეზიდენტმა არბენსმა დაიწყო მიწის რეფორმა. მან 100,000-ზე მეტ მიწის გარეშე დარჩენილ გლეხს დაურიგა დიდი მიწის ფართობი, რომელთა ნაწილი დაუმუშავებელი იყო. ეს გადაწყვეტილება მან დიდი მიწათმფლობელობის და ძლიერი ამერიკული კომპანია United Fruit Company-ს მთავარ მტრად აქცია. ამერიკაში, ესე იგი, გვატემალაში მოქმედებდა კომპანია სახელწოდებით United Fruit Company და ეს კომპანია უზარმაზარ მიწის ნაკვეთებს ფლობდა და ასე ვთქვათ, მის ინტერესში არ შედიოდა ეს რეფორმა, მოგეხსენებათ და ამერიკის შეერთებული შტატების ფაქტიურად, ჩვენ გვესმოდეს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არ არის რაღაცა ესეთი ქვეყანა, რომელიც არ ერევა რაღაცა ბიზნესში და ეს რო აქ წარმოდგენა, რომ აი ბაზარმა დაარეგულირა. ბაზარმა დაარეგული კი, ეხლა ვნახოთ როგორ დაარეგულირა ეს გვატემალაში, ამერიკის საზღვრებს გარეთ, არა თუ ამერიკაში, ამერიკის საზღვრებს გარეთ. ესე იგი, პრეზიდენტმა გვატემალისამ შესთავაზა $525,000 კომპენსაციის სახით იმისთვის, რომ რაღაცა მიწები, ასე ვთქვათ, იქნებოდა პრივატიზირებული თავის ხალხზე. ეს ზუსტად ის თანხა იყო, რომელსაც კომპანია საგადასახადო მიზნებისთვის მიწის ღირებულება თვითონ აცხადებდა. ანუ ესეთ სიტუაციაა. დღეს ეს კომპანია United Fruit Company ჩიკიტას სახელით არის ცნობილი და უდიდესი ბანანის მწარმოებელია მსოფლიოში. CIA-ისთვის არბენსის მიწის რეფორმა მიუღებელი აღმოჩნდა. CIA-ის დირექტორი რატომ აღმოჩნდა რა მიუღებელი? იმიტომ რომ CIA-ის დირექტორი ალენ დალესი თავად იყო United Fruit Company-ის აქციონერი, ხალხო. აი, მან ხო კორუფცია არ არის რა, ანუ CIA-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი იყო კერძო კომპანია United Fruit Company-ის აქციონერი, ხოლო მისი ძმა სახელმწიფო მდივანი, ანუ საგარეო საქმეთა მინისტრი ჯონ ფოსტერ დალესი, ძმა ალენ დალესის, ამავე კომპანიის მსხვილი აქციების მფლობელი იყო. დალესის ძმების ნიუ-იორკული იურიდიული კომპანია, საერთოდ უნდა გვესმოდეს, რომ დალესების ოჯახი, ელიტარული ოჯახი იყო ყოველთვის და მაგალითად იმის რა ქვია, მეორე მსოფლიო ომამდე ძვირფასო მეგობრებო, დალესების ოჯახი საადვოკატო საქმიანობას ეწეოდა უოლ-სტრიტისთვის. კერძოდ, როკფელერების ადვოკატები არიან ესენი, ხალხო. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ეს უაღრესად და ყველაზე ღრმა ოლიგარქიული მმართველობა ამერიკის შეერთებულ შტატებში უკვე საუკუნეებია, კაცო. Skull and Bones-დან დაწყებული, რომელიც მე-19 საუკუნის 20-იან წლებში იელის უნივერსიტეტში იღებს სათავეს. და აი სწორედ ასეთი იყო, რომ დალესების ძმების ნიუ-იორკული იურიდიული ფირმა Sullivan and Cromwell United Fruit Company-ის იურიდიულ მრჩევლობას უწევდა. ეს იმას ნიშნავდა, რომ ვაშინგტონის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოში ყოფი მაღალჩინოსნები ამავდროულად United Fruit Company-ის აქციონერები იყვნენ. შედეგად NSC CIA-ის არბენსის დამხობა დაავალა, ხალხო.
აი არის წყაროები საიდანაც იმაშვებით, ხო? ეს არის ჯეიმს რაიზენის და CIA-დან New York Times-ის სტატიას ვეყრდნობით 2000 წლის აპრილის დავით ტალბოტის, ისტორიკოსი დავით ტალბოტის იმეებს ვეყრდნობით მასალებს, დოკუმენტებს. ეს პირველი ნაწილი. ეხლა მეორე ნაწილი. გარდა ამისა, გენერალი რობერტ კატლერი, რომელიც NSA-ის თავმჯდომარე და საიდუმლო ოპერაციების დამტკიცების პასუხისმგებელი პირი იყო, ამავდროულად United Fruit Company-ის დირექტორთა საბჭოში შედიოდა ხალხო. ხვდებით რამხელა რადონის კორუფციაზე გვაქვს საუბარი? აშეს უკანონო ომი გვატემალას წინააღმდეგ, რომელიც გაერო ძალადობის მიმართ აკრძალვის აშკარა დარღვევა იყო, დაიწყო 1954 წლის 18 ივნისს. CIA-ის მიერ შეერაღებულმა ბანდებმა მეზობელი ჰონდურასიდან გვატემალაში შეიჭრნენ. ხოლო სამხედრო თვითმფრინავებმა, ამერიკის სამხედრო თვითმფრინავებმა დაბომბეს სხვადასხვა პორტები, სამხედრო ობიექტები, სკოლა, საერთაშორისო აეროპორტი და მრავალი ქალაქი. 1954 წლის 27 ივნისს პრეზიდენტი არბენსი იძულებული გახდა ქვეყანა დაეტოვებინა. CIA-ის მიერ დაფინანსებულმა ამბებუხებულთა ლიდერმა კასტილო არმესმა 54 წლის 1 სექტემბერს თავი გვატემალას ახალ პრეზიდენტად გამოაცხადა. არმანსმა მიწის რეფორმა ეგრევე შეწყვიტა. რა თქმა უნდა, აბარისთვის დასვეს. ადრე ექსპროპრიერებული მიწების ჩამორთმევა უკანოდ გამოაცხადა United Fruit Company-ს ყველა მიწა დაუბრუნა. გარდა ამისა, ახალმა მთავრობამ აკრძალა ბანანის მუშათა კავშირი, ხოლო განსაკუთრებით აქტიური პროფკავშირებს ფიზიკურად გაუსწორდნენ და დახოცეს. ჩიკიტას გადატრიალება წარმატებული აღმოჩნდა, ანუ United Fruit Company-ს როგორც აღნიშნეთ, ჩიკიტა ქვია დღეს. მაგრამ ამერიკული მოსახლეობისთვის ეს ინფორმაცია საიდუმლო დარჩა, ძვირფასო მეგობრებო. აი, ასეთი ამბავია რა. რა ვიცი. მადლობა ყურადღებისთვის.